როგორ ფიქრობ, ვისი ნაკვალევია? იქნება ცხოველის ნაკვალევია? ნათვის? უარესის, ვეფხვის? კარგი რა, ტყეში ასეთი ცხოველები არ არიან. აბა ვისია თუ ცხოველი არ არის? იქნების რაღაცნაირი მონსტრისა? ო, ტყის კაცი. როგორ ფიქრობ, ეს ვინმე კარგი ადამიანია თუ ცუდი? არ ვიცი და არც ის მინდა რომ შევხვდე და გავიგო როგორია. როგორც ამბობენ, წინასწარ გაფრთხილებული იარაღდება ხოლმე. ჩვენ უკვე მივიღეთ გაფრთხილება. ანუ უნდა შევიარაღდეთ? იარაღი? დიახ, რაღაც უნდა გქონდეს რომ თავი დავიცვათ. მზად უნდა ვიყოთ თუ აქ ვინმე ცუდი გამოჩნდება. იქნებ არ დაგჭირდეს, მაგრამ ჯობია ჩვენთან იყოს. კარგი, როგორ შევქნათ ეს თავდაცვითი იარაღი? უნდა მოვძებნოთ სხვადასხვა გამძლე ჯოხები. მე ვიცი რასაც ვიზამ. ნამდვილ ხმას გავაკეთებ. მე მაქვს ლენტი. დავიწყოთ მომზადება. ამ ორ ჯოხს ერთმანეთზე ლენტით დავამაგრებ. აი, ეს ისეთი ხმალია, როგორც ნამდვილ რომაელებს ჰქონდათ. ხმალი მზადაა. ამ ხმით სოფელში მხოლოდ ცხრების დევნა შეიძლება. არ ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი საეჭვოა? რას გულისხმობ? იქნებ ყველაფერი ბოგდან